საგამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ გადაცემა პორტრეტი ჩარჩოს გარეშეს პირველ სახეცვლილებას. ჩვენი შეხვედრის ადგილი ამიერიდან ქალაქ ქუთაისის ცენტრში მდებარე კაფე პიაცა იქნება. ეს არის ადგილი, სადაც მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან, შვიდად საუბრობენ და გემრიელად მიირთმევენ. მე თეა ჩეჩელაშვილი გახლავართ, რომელსაც ექნება პატივ საზოგადოებისათვის ცნობილი პირები მიიღოს აი აქ ამ არაჩვეულებრივ გარემოში და შეეცადოს მოახსნევინოს პორტრეტისთვის განკუთვნილი ჩარჩო. ვინ გაბედავსა, ვინ შეებმება პირველ ექსპერიმენტში? ეს არის ადამიანი, ვის შესახებაც ბობოქარი მითები დადის. ეს არის ადამიანი, ვინაც ჩვენს გულებში კადნიერად დაიდგა ძეგლი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს და რომელიც უკონფლიქტოდ უმღერის და უღიმის მთელს სამყაროს. მოკლედ, მისი ვინაობა ყველასათვის ცნობილია, ის საკმაოდ პუბლიკურია, მაგრამ მას ისევე როგორც მთვარეს აქვს ზეთუნახავი მხარეები. ზუსტად ჩვენი გადაცემა შეეცდება მიანათოს რამპა მის დაფარულ მხარეს. მოკლედ, შეხვდით, ნახეთ, კიდევ ერთხელ იხილეთ მისი უცნაური, საცნაური ბუნებრივი მხარეები. ჩარჩოს გარეშე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სტუმრობს გადაცემას. საგამომშვიდობისა, ბატონო დავით, როგორ გრძნობთ თავს? გამარჯობა თეა, მე ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს, როცა ვარ შენთან სტუმრად, სტუდიაში, რადიო გადაცემაში, ტელეში, ეს იქნება პიაცაში, ბარში თუ სახლში თუ ყველგან, შენთან ყოველთვის კარგად ვარ. რაღაც განსაკუთრებული არ გეუფლებათ, მოცემულ მომენტში, სადაც მეგობრები ხშირად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, გემრიელად შევექცებით, ეს კაფე პიაცა. ეს მშვენიერი ადგილია ამისათვის, მე აქ ყოველთვის მომიხარია და მე ვუსმენდი, რომ შემოვედი, შენ უკვე საუბრობდი ჩემზე და რაღაცა ასე მგონი ეს უფრო ავანსად ნათქვამი სიტყვები იყო და ახლა შიშობ, ვაი თუ ისეთი არ გამოვიდა ჩემი პორტრეტი და წინასწარ შეუქმენი ჩვენ შთაბეჭდილება პრაქტიკულად მაყურებელს და მინდა რომ ეს გავამართლო. მე დეპოზიტი დადებული მაქვს, მოკლედ ნახოთ ახლა რა მოხდება თვითონ კაზინოში თამაშის დროს. მე ვფიქრობ გადასარევი დავატრიალოთ რულეტი. მოდით გავატრიალოთ. მოკლედ ჩემოდათო ეს კიდევ ერთხელ ჩავთვალე აღირსად. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რა ხდება ჩვენს თავს. შენ უნდა დაიხატო პორტრეტი ჩარჩოს გარეშეს ამპლუაში, შემოიგლიჯე თუ რამე კომპლექსები ჯერ კიდევ შემოგრჩა, არ ვიცი როგორ არის ამ კუთხით საქმე. სიტყვა კომპლექსი არც კი ვიცი რა არის, ხომ არ დავგუგლო, რას ნიშნავს კომპლექსი. კიდე შეგახსენოთ, კიდე შეგიყვანოთ კომპლექსებში. ანუ დამაკომპლექსებ ძალიან გთხოვ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ცოტა შედეგი მიღწეულია. სტანდარტული ბლიცი გელოდება, შენი ფსიქოინტელექტუალური, ხომ აინტერესებს სრულად საზოგადოებას მოხიბლული შენი ვოკალით და რა მარტო. არორდინალური გიჟური შეკითხვები შენს განკარგულებაში და კიდევ მესამე. გიჟდები გიჟურ შეკითხვებს. ის მესამეც მოგეწონება ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ამ კუთხითაც ვფიქრობ, საჭიროა უკვე გაეცნო სრულად პუბლიკას. ეს არის კრეატიული მიქსი, შენი შემოქმედებითი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვაჩვენე. ყველაფერი პირობა შეგიქმნით. ვიცი, ვიმრე რომ მაგიდაზე ავიდე, ყველაფერი ვქნა, ხო? ისა რა ქვია, რომ გინდათ ქვევში შეძვერი და ლაუეზეს კანონით გამოგიყო. კარგი, დავიწყოთ მაშინ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ. მე სტანდარტულ ბლიცში ახლა შეგაცუნცულებთ 30 შეკითხვა იმისათვის, რომ სულებია. რა ვიცი, აბა წინასწარ როგორ გითხრა, მე ყველაფერი მიაძულება. ერთი პატარა პირობის გათვალისწინებით მე არც უარყოფ და არც დასტურს გააძლევ. მართლა? ფსიქოინტელექტუალური შეკითხვების 30 შტრიხი პრეტენზიები ხო? არა, თუკი ამ ბლიცში 50%-ზე მეტი უარყოფითი პასუხი გავეცი, გეხვეწები თავიდან ჩავწეროთ. ამის გარანტიას ვერ მოგცემ, იმიტომ რომ აქ რაც ხდება, ყველაფერი ხდება ჩარჩოს გარეშე. ანუ ჩარჩოს გარეშედაც არის ჩემი ძველი ცოდნები ხო არ გამიხსენები. ის ჩაწერის დრო. მე თანახმავარ სიმონ ჩაჩავა დაიწყეთ. კარგი, არც უარყოფ და რასაკვირველია, არც გიდასტურებთ. უბრალოდ დავიწყოთ სუფთა ფურცველზე შენი ხატვა. პირველი შტრიხი, პირველი კითხვა, ეს იმას ნიშნავს, აი სუსტად ორიოდე სიტყვით.
დაახასიათო საკუთარი თავი. ვინ არის დათო ლიკლიკვაძე? როგორია? ორი სიტყვა. ორი სიტყვა აი დათო ლიკლიკვაძე არის ლაღად გაქანებული. ორი სიტყვა იყო. გაქანდით ლაღად, მოკლედ ამის მაგინდოდ. გაქანებული ვარ, ოღონდ ლაღად. ძალიან კარგი. ეხლა ავდგეთ მემეორე შეკითხვაზე გადავიდეთ. რატომაც არა, მე მგონი არა ხარ წინააღმდეგი. დათო უკვე ინტელექტუალური შეკითხვის რომ მოვიდა. ვინ იყო მარტინ ლუთერ კინგი? მოკლედ შეგიძლია. როგორ არ ვინ იყო და ვინც ის არა ქვია დაუდო საფუძველი, რასიზმის წინააღმდეგ ვინც პირველი გაილაშქრა და ძალიან ბევრი რამე გაუკეთა და სწორედ პროფესორ ლუთერ კინგის დამსახურება ამერიკის პრეზიდენტი ეხლა ისაფერად კანიანი რომ არის. ხო, საფუძველი ჩაუყარა, მე მაქვს ოცნებათი. კი ბატონო, კი, American Dream რომ იყო და შემდეგ ჩვენ ქართული ოცნებას გვაქვს. თქვენ ისულებთ ხოლმე შეგადაში. შეგიძლია ამერიკამ თქვა ეს კი. ამერიკულ ოცნებებს, კარგი. კარგი, ეს ნამდვილად ვიცოდი. სორი ვარ, ამიტომ შეიძლება გასწრება. ნამდვილად ვიცი ვინ იყო მარტინ ლუთერ კინგი და რომელიც სასტუმროშიც მოკლეს, იქაც ნამყოფი ვარ სხვათა შორის ამერიკაში. ის ტყვიაც ხომ არ გინახავს? არა, ტყვია არ მინახავს, მაგრამ ხო იცი ყველა ფუთავს თავისი სასტუმროც კი შეფიქრა აქ მოკლეს მარტინ ლუთერ კინგი და მე მგონი აივანზე ესროლეს მარტინ ლუთერ კინგს, ხო? კარგი. არ ვიცი, ახლა ასეთი დეტალები. უნდა ვცოდნო და თუ სასტუმროში იყავით. კარგი, მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. აქაც გლიცურ სისტემაზე მიდივართ, მე მესმის რომ გინდათ გამოაცხადოთ. არ ცხოვრობდი, დამანახეს მეთქი ამის გამო და ფოტომა გადაგებული გარედან. აჰა, მაინც გილაციცებია ასე თუ ისე. იცის ბიჭმა ჩაუთვალეთ, მეტი გზა არ აქვს. შემდეგი შეკითხვა, ასე და ასე ლაკონურად ვითხოვ შენგან, აი ამ პასუხის გაცემას და მისი არსის შემდეგში მდგომარეობს. აი თითო-თითოან ორ-ორი სიტყვა მითხარი, საძულველი და საყვარელი. საძულველი და საყვარელი სიტყვა გითხრა? ხო, არა, ყველაზე მეტად რომელი სიტყვა გეზიზღება და რომელი? რომელი მეზიზღება სიტყვა? მოყენებას გბურძგლავს. მე მაგალითად არ მიყვარს სიტყვა ისა სადიყავი რო ეკითხა სხვაგან რო გეუბნები აი რო გვიდან გადავიდე იმიტომ რომ ესეთი ჟურნალისტი ვარ და ამომწურავად და მე მეორე სოციალურად აქტიური მოქალაქეა სხვაგან რას ნიშნავს აი ძალიან ეროს მეგობარი რო გეუბნება სადიყავი სხვაგან არ გიტყვას როდესაც პასუხობ ხო არა იმიტომ უნდა მითხრა სად იყო ხო ან არ გეტყვი მითხარ და გავჩერდები სხვაგან რა არის უკვე თანახმა ხარ ხო არ გეტყვიზე და ეს კარგი კი ბატონო მომატყვილო სადაც იყო არ თქვას ის მაგრამ სხვაგან არა რა ბურუსების გარეშე ხო საყვარელი მითხარი ბუსუსები ეს საყვარელი სიტყვა არის ისა რა ქვია არ მომეწონები ადამიანებს საყვარელი სიტყვა ჩემთვის ისა როცა და საყვარელი მდგომარეობაა ზოგადად რაც უკავშირდება ფულს მე ფული ძალიან მიყვარს და შენ რატო ფიქრობ ადამიანებს არ მოეწონებია ხო რა ვიცი შეიძლება თქვა რომ ისა რაღაც ელოდებიან ჩემგან ძალიან პოეტური ვიყო ჩემთვის საყვარელი სიტყვა დოლარი ევრო აი ორი სიტყვით რო თქვა დათო თქვენ ისე დაიწყეთ მე მეგონა კამასუტრას პოზებზე გავახმაროთ არა კამასუტრას პოზები არის უკვე მე-18 პლანზე ჯერ ისა ფულია ჩემთვის თავი აჰა ესე იგი საყვარელი ფული და მეორე საძულველი სულ ცხოვრება კი არ ქნა სულ ასეთი ვიყავი გეოგრაფიაში როგორ ვიყავით სკოლაში სკოლაში მე ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა მაგრამ არ ვიცი ისე რა ზად ხართ უპასუხოთ რომელი ქვეყნის დედაქალაქია ქაბული ქაბული ისა კაცო ქაბულშიც გისვრიათ თქვენ აი მე ეს არა ქვია არა უშავს დაფიქრდით ავღანეთი თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის ავღანეთი ხო არა ხა ნაცნობობისა მეგობრების ხარჯი ნუმიყურებ ღრმად თვალებში მაინც არ გეტყვით გამორიცხულია ხო არა ავღანეთი კარგი ჩაუთვალოთ დათო ქაბული არის ავღანეთის დედაქალაქი არის ისე თუ არ არის არა კი მე მგონი ავღანეთი დამღუპავს ეს ბიჭი კარგი შემდეგი შეკითხვა და მაქვს ასეთ ფსიქოლოგიური რისთვის არ ყოფნით ჭკუა დავით არის თი რა ჭკუა იმდენი მაქვს აღარ ვიცი სად წავიღო ასე რომ არ ყოფს არა მყოფნის აჰა შემიძლია დავარიგო კიდეც ოღონდ ესე ხო ჭკუას დაგარიგებ ხო გამოთქმა მე შემიძლია ჭკუა დავარიგო იმდენი მაქვს და რასთან დაკავშირებით გემეტება ეს რეკომენდაციები მაინც ყველაზე როგორი შოვონ ფული კი სხვა შოი ძალიან ხშირად მეუნებიან აბა შეი მეგობრები როგორი შოვოთ ფულიო ხო მაგრამ ეს არა ქვია იქ იმდენი უნარებია რომელსაც ისინი ვერაკეთებენ და აზრი არ აქვს ამ ჩემ ესე იგი ტრენინგებს ფულის შესახებ ბიჭი არ გაცემს ყველა თარგმნა კი მე შემიძლია ფული არ დავარიგო მაგრამ ჭკუა დავარიგო მიიღოთ კეთილშობილის სახე როგორ მინდა კონდეს ფული და ყველაზე მეტად გეძღებ როცა ფული იხარჯება იმ ადგილზე თითქოს გაჩერება ხო ხო ნუ გააჩნია ვინ ხარჯავს მე თუ ხარჯავ ეს იზღება ისტორია სახსოვს კი
კი, ხათაშორი ძალიან გამოვსორდი ეს ბოლო წლებია. სანმე ხო ამაზე მაგრიტიკებდნენ თელი ცხოვრება თუ სანმე რომ რაღაცა არ ხარჯა, ეხლა რომ შეიგრებებსან და არა დათო ჩემთვის ხარჯავს ვიღაცა იტყვის, მე ჩემთვისაც მე იმას ის უხერხულში ვარ და ვინც ამას ამბობს და როგორ ჩანს მწოდნია ვისთან დავხარჯებ მე მეუბნები და ხო რაღაცა ისა. კარგი, ფულიც ვიშოვეთ, ჭკუას დავარიგეთ და მე-6 შტრიხია, იცოდი? უკვე უნდა იცოდე. აბა ლიტერატურიდან გამოცადოთ შენი, მსოფლიო ლიტერატურას შევეხები და უნდა მიპასუხო, ვინ დაწერა რომანი ამავების ბაზარი. ამავების ბაზარი, აუ ზუსტად არ ვიცი და ისე დაკითხული გა? კი, მაგრამ ახლა შიშოფ ისეთი არ თქვა, რომელიც არ გეკადრება უფრო დიდი შეცდომა დაუშვა. ეს არის პორტრეტი ჩარჩოს გარეშე და შენ რაც ახარ ყოველგვარ შევამაზებს გარეშე. შეცდომა არ და სისულელეც იყოს, სისულელეებიც მიყვარს. ვიღაცას არ შეატენო ეხლა უბრალოდ თუ გგონია ისე თქვი. არა ვიცი. კარგი. არა, სისულელე შენინება. მე-7 შტრიხია. ეჭვიანობ, როცა რა ხდება შენს თავს? ვეჭვიანობ, არა, უფრო შურიანი ვარ. ხო, ეგ არ ვიცო. ხო, არა, ეჭვიანი არა ვარ. ხო, შურიანი ვარ, როცა ისა მე უნდა მიმეღწია იმ წარმატებას, ვინც სხვა მიაღწია ჩემ მაგიერ. ხო, ამაში. ბოლოს როდის გქონდა შურის შემოწმება? არა, შურიანი ვარ, როგორ ის კი არა ვარ, შურიანი, ხა ვიღაცა იყიდა და ვიღაცა ჩააბარა უმაღლესიან. არა, ნუ დაუშვათ ისა, რა ქვია, რაღაცა წარმატებას ვაღწევ პირად ცხოვრებაში, ვიღაცა ჩემს გვერდით არის, რომელსაც მასაც უნდა დაუშვათ ქალბატონთან, პარტნიორთან მინდა რაღაცას მივაღწიოთ, ასევე არის ჩემს გვერდით ჩემი მეგობარი, ან არა მეგობარი, ნაცნობი, მასაც უნდა მიაღწიოთ წარმატებას. და თუ კი მე ვერ ვაღწევ ამ წარმატებას, მე მშურს იმისი, რა თქმა უნდა. აჰა. ესე იგი ბევრი კონკურენტები გყავთ? ამ ბოლო დროს მე მგონი დაბერდით. კარგი. არ ვიცი როგორ გავიგო ეს თქვენი შეკითხვა. ეს კომპლიმენტია. ისარგებლე ისევ და ისევ ძველი გამონათქვამით. მაიგა და მაიობა გათქვა. თუ სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა, ესე იგი ახლა შურიანოთ არა მაქვს საქმე, ვერ ვიტყვი ასე. არა, თქვენ როგორაც გინდათ ისე გაიგეთ სურფასო. სანამ მე-8 შტრიხზე გადავიდოდეთ, მე მინდა შემოგთავაზოთ ჩაი კაფე პიაცადან. ჩაი ესე. ისე მე უნდა დაგისხათ ერთი პირობა, მხოლოდ ამბობენ მოხდენილად ვასხამო. მე არ ვიცი როგორ შევძლებ ამ ყველაფერს, აუცილებლად მომეც შენიშნა თუ აღმოაჩინეთ მისი ადგილი რასაკვირველია. დაგიშაქროთ? არა, შაქარს არ ავყრი ბავშვობიდან. და რამ შეგაძულათ? ამავების ბაზარი როგორ ვერ გავიხსენე. როგორ ძალიან განვიცდი. ეხლა მივხვდი ვინცა, უბრალოდ აზრი აღარ აქვს. მე არ მინდა რომ სანერვიულოთ და აღარ ჩამეთვლება, თეკერე ისა, მაგრამ აღარ ჩამეთვლება, აზრი არ აქვს. და შაქარს რატომ არ ენა გაქვთ თვითონ ტკბილი და აკმევთ ამ ყველაფერს? ენა ტკბილი არა მაქვს, ვაიმე, რა კარგი ჩაი, ეს პიაცას ჩაია. დიახ, ეს პიაცას ჩაია. ხო, კაი ჩაია. არა, შაქარს არ ვყრი ბავშვობიდან, არა იმის გამო, რომ ჭარბი წონის გამო, არა იმის გამო, რომ შაქარია და მარილი არის თეთრი სიკვდილი ევროპაში და არა იმის გამო, რომ რაღაც უფრო სვეცკურია, როცა ნამდვილი ჩაის არ მიყვარს ტკბილი, აი მაგალითად. გასაგები, ესე იგი არ უკარგავ მის გემოს. ბავშვობაში არც მაწონზე დამიყრია შაქარი ჩაიყავა, მით უმეტეს და არც ნამცხვარს არ ვჭამ, ტორტს არ ვჭამ, ტკბილს არ ვჭამ საერთოდ. შაქრიან ნამცხვარსაც არ ჭამთ? ნუ ხა მიჭამია, ის კი არა, რა ქვია, რაღაც აკრძალული მაქვს, მაგრამ როგორ წესი ვერ იდები და არ ვჭამ. კარგით, მე მგონი წესებში ვექცევით. ახლა ზუსტად იმ ჩარჩოში მოხდით, შენ რო გიყვარს. მიირთვი უშაქროთ ჩაი, პიაცადან ძვირფასო. მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. თან ვიმუსაიფოთ, სადაც მეგობრები მუსაიფობენ. დიახ, ჩაიზე. მათემატიკური შეკითხვა მაქვს. თან დალიეთ. ეს გამაკლდა, კაი გამაკლდა. ისე რომ ენა არ დაიწვეთ და მიპასუხეთ. 37-ს დაუმატოთ 23. 37-ს დაუმატოთ 23 ან 60? გადასარე, მე ნერვიულობდი შესმაგივრად, ეხლა რატომღაც 60-ია კი. როგორ გამიხარდა? მე საწოდავს. შენი ყველა საწარმოება როგორ გიხარია? მე მართლა დამწუნდი რომ გიყვარს საკუთარი. იმიტომ რომ იმიჯი არის თეა ოპტიკა. ანუ როგორ ოპტიკა ხო ვიცით რა არის, ხო? იმიტომ რომ იმიჯი არის, რომელსაც შენ როგორ უყურებ შენ თავს გარედან. და როგორი ხარ შენ? ასეთი ხარ მე საზოგადოებაში. თუ ეს დაკარგე და ხა ის რაღაცა ისეთი რომ შემეშალოს განვიცდი, ბუნებრივია ხარ დავმალავ რომ არ განვიცდი, იმიტომ რომ საზოგადოება რამე მკუთხით არის. ხო, რაღაცა ეხლა მკუთხითაც ახლა 60-ის ნაცვლად რომ თქვა სიტყვაზე რა ქვია 40, არ მინდა ხო ეს დებილი ყოფილა, ხო? ამიტომ ძალიან განვიცდი. თქვენ ძალიან კარგად მიდიხართ და გაქვთ პატივი მე-9 შეკითხვას უპასუხოთ. აი უნდა წარმოგადგენინოთ რომ დათუ არ გქვიათ, ანუ დავით, თქვენი სახელი არ არის დავით. რას დაარქმევთ საკუთარ თავს? მე რა ვიცი ისა რა. რაც გინდათ დაარქვით? ვინჩენცო ალბათ. ვინჩენცო ლიბრიგაძის სახელი. ხო, რაღაც იტალიური სახელები მიყვარს. ვინჩენცო, მიკელე, რაღაც. მოფერებითაც რას დაგეძახებდნენ?
რა ვიცი, ვინჩო? ჩენცო. ან ჩენცო. ჩენცო. ჩენცო ლიკლიკაძე. ძალიან კარგი. მე მომწონთ თქვენი იმპროვიზაცია იტალიური. მეათე შეკითხვა, როგორ ფიქრობ, რას აგროვებს ფილატელისტი? ფილატელისტი იმას ფულს ნუმიზმატი, არა, მარკებს. ფულის უნგელანდება, გეხვეწებ. ნუმიზმატი და მარკებს აგროვებს. კარგი. არის მიგებული თქვენი პასუხი, მე-11 შტრიხზე გადავდივარ, შენ იხატები, ეხა გრაფიკაში იხატები. იხატები ისეთი როგორიც ხარ. ის ნიღბები აღარა გაქვს, რომელსაც ხშირად ხმარობთ ხოლმე ადამიანები. ეხა მაქვს ასეთი შემოთავაზება, რომ შენ შემომთავაზო ვისი ხმა, ვისი გარეგნობა და ვისი გონება გხიბლავს. სამი ადამიანი, ნაცნობი, უცნობი, პოპულარული, არაპოპულარული, სწრაფად ჩამოთვალა, რაც მოგადგება გონებაზე. ვისი ხმა, გარეგნობა და გონება. გონება. რა ვიცი, ხმა გაიტოვებ თქვენს? არა, არ დავიტოვებ, ზოგადად ხმა ძალიან ბევრ რაღაცას წარმოშობს. ხმით ადამიანი მიყვარდება, ძალიან მაგარია. ვისი ხმაც მიყვარს, იმას ახლა ვერ ვიტყვი, თვითონ ხმის ტემბრს. ვერ ვიტყვი. ვერ იტყვი, რა მგიშლის, რა შეგიშლის? ის მიშლის ხელს, რომ ისა მას ქმარი ყავს და შეიძლება მას შეუშალოს ხელი. კიდევ არიან საზოგადოებაში ესეთი მარგინალები? არა, იმ საზოგადოებაში რო იყო, მაშინ მიყვარდა ის ხმა. მე ამ საზოგადოებაში თქვი და მიაწვინე ხმას. ხო, მაგრამ თვითონ ხმა ისა, რა ქვია, ედით პიაფის ხმა მიყვარს ახლა. მის ხმარზე ეჭვიანობდით? არა, მის ხმარზე გერბენ, მისი ხმარი ეჭვიანებს, ჩემზე მგონი ვერ გამიგეთ. არა, გასაგებია. არა, მისი ხმაც მიყვარს, იმას ხმარი ყავს თქო. სანამ ედით პიაფმა თორე ვისაც ხმარი ყავს, მისი ხმა კი არ მიყვარს, ახლა დავყვალიანდეთ ახლა. როგორც ერთ ანეკდოტია. არა, მე იმის ხმა მინდა რომ ხო, ედით პიაფის ხმა მიყვარს. კარგი, გარეგნობა ედიტისი? შენ წარმოიდგინე ხო ედიტის ამბობებს ხო არ ქონდა კარგი გარეგნობა, მაგრამ როცა გიყვარს ხმა, მისი გარეგნობაც გიყვარს რა. მოდი შეიძლება ითქვას ედით პიაფის გარეგნობაც გიყვარს. კარგი, რაღაც მგონია რომ არა, გარეგნობა მიყვარს, არ მიყვარს ედით პიაფის გარეგნობა, მიხოილები. კირა ნაიტლის გარეგნობა მიყვარს, გიჟდები. ყვილების შევიკრიბეთ, არა, არა. მითხარი სიმართლე. ხო, კიდე აი მიყვარს ისა რა, ქვია, მელისტრიბის გარეგნობა მიყვარს. ერთი ქალი არჩი, ერთი ხმა და ერთი გონება. კაი, მერილი იყოს. მერილი, ედიტი და მესამე გონება? გონება, მოდი ესეც ქალი იყოს, აი გიჟდები ისა ქალებზე. ქალებზე ოღონ არა იმ გაგებით რაღაც პროვინციული გაგებით. რა გაგებით ქალებზე? არა, არა, ქალებზე გიჟდები ოღონ მე ჩემი ეთიკა მქონდა ყოველთვის სექსში და ქალთანაც და ყველგან არ ვლაპარაკობ ამას ღიად და ხო, არა, ის არა, მე სვარაიმეს ვამბობ. ისა მე ვამბობ, რომ ისა რა ქვია, გიჟდები ქალებზე, ოღონ მე გულისხმობ, როგორც მე გენდერულად სენსიტიური ადამიანი და გზნობი არა, ხო? მიყვარს ქალები ზოგადად ვარიან წარმატებული და გონება ქალების, აი ისა რა ქვია, რა ვიცი, რკინის ლედი, რამდამავიწყა, მარგარეტზე გიჟდები, აი გიმართლობ გიჟდები. მოსვით ჩაი, მოსვით, არ გაგიცინე. თეა, თქვენ რაღაც გინდა დამაცდენიოთ, მე არ მინდა. არც მიფიქრია, არც გამიელვებია. მოდი მე-12 შეკითხვა. აი რაღაცას არ გინდათ, ეხა უცებ გავუკეთოთ რეკლამა, ოღონდ ძალიან გთხოვთ, რომ ჩავჯდეთ როგორმე ბლიცის ამბლუაში. არ გადავამეტოთ და ბლიცურად მითხარი, რას და როგორ რეკლამას გავუკეთებდი? უცებ. მოდი ეხა გავუკეთებ რეკლამას პიაცას. გავუკეთეთ. აი ამას ისა. რაღაცა დავაყენებდი მოედანზე, ისა ტრაფარეთ, სადაც სამი ისარი იქნებოდა. ისა ასე, აქეთ წახვალ ინანებ, იქეთ წახვალ ინანებ, წინ პიაცა. აჰა. ესეთ რეკლამას გავაკეთებდი. გადასარევია. შენ ამ დროს როგორ წარმოგიდგენია გზაგასაყართან, მოცა გამრელები იქნება? არა, რა თქმა უნდა, სადაც არ ინანებ, იქ წავალ, ხო? კარგი, სად დავაყენოთ ეს სადაც აი კოლხუშადრევანთა და აქეთ წახვალ ინანებ, იქეთ წახვალ ინანებ, წინ პიაცა. მომისმენე ტიბისი მრადა გიშავა და მერია. არ მე რეკლამას ამ წუთში პიაცას უკეთებ და თუ კი ტიბისი დამიკვეთავს, ტიბი ჩავსვავ შეგინდა, თუ მერია დამიკვეთავს, მერია ჩავსვავ. შეგაგად იცი, მე ჩასმარ ვარ მეშლება უცებ. ამის ჯიბეში არ ჩავიყო. დავით ლიკლიკაძის სილამაზე, ოღონ სხვა სილამაზე, ისეთი არ იფიქროთ. რატო არ უნდა იფიქრო? რა ვიცი, წეღავ რომ მითხარი. არა, კაცო, შენ რაღაცა ისე, როცა სილამაზე სულაც არ არის პორნოგრაფია. შენ მინდა გახსნილად გითხო. ქერით როდი დადნება გინდა. თუ გაცდება, დავიცი, მე დამიგნა შენი სილამაზე. კაი, გამოცანას გეტყვი. არა, სილამაზეზე მეკითხები. გამოცანას გეტყვი, სილამაზე და გამოცანა ერთად. ქალაქში ერთ თვეში 300 მილილიტრი ნალექი მოვიდა. რამდენი ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში? 600. ასე გონიათ, ხო? როგორ? როგორ?
არა, ანუ ერთ თვეში მოვიდა, რამდენი მოვავინიც, ის იმ თვეში მოვიდა. Sorry. ჩავარ სილამაზე რა შუაში იყო. არა, თქვენ გელანდება სილამაზე, თორე მე წვიმაზე მქონდა აქცენტი. ლამაზი წვიმა. კარგი. ახლა მე-14 შეკითხვა. ფილმ იმერული ესკიზების მიხედვით, რომელ სპექტაკლს უჩვენებდნენ სოფლის სცენაზე? ოტელო. ეს იყო ოტელო, ფიქრობ დავითი. და თუ მე-15 ხო, კი, კაცო, ის რომ დარწმუნებით მიპასუხეთ. მე ისა რომ იქნებ დეზდემონა იყო. ნანა მჭედლიშვილი რომ არა დეზდემონა და ოტელო და იგივე ახლა. კაი ახლა მასე ვერ ჩამჭრი რა. ახლა თეატრში გავიზარდე კარგად იცი. და შექსპირის ზედაც ვიცი. თეატრში გაიზარდე, სად დავაშკაცდი? შეიძლება მოიდგინე თეატრში. ანუ თეატრთან კავშირში თორე ახლა თეატრში პარტერში არა. იმედია სცენაზე არა. არც მაგისობა იყო არა სცენაზე არა, კულისებში. იმის მერე გიდგამდნენ ხომ თავზე დიდ რქებს? ბატონო. ერთ სპექტაკლში თქვენ ყმადაღებული. უი ხო. ხო, თქვენ არ იყავით ცოლი რო გღალატობდა? კი, მახსოვს ახლავს თამაშობ, კი. ხო, ისე დამაბნიე, სად დავაშკაცდიო? მე მიცვით ავარ გაჩენილი, რომ დაგაბნიოთ. კი, თამაშობ ერთ სპექტაკლში, სადაც სოლი მღალატობს უკიდეგანოთ. ხანდახან ესეც მაჩუქეთ რა, დაგაბრიოთ. კარგი, ეხლა გადავიდეთ მე-15 შტრიხს. საერთოდ ვის გააწნავდი სილას? შენი ნება რო იყოს. შენი უფლება რო იყოს. შენი შანსი რო იყოს. მე საერთოდ მართლა მშვიდობის შენებელი ადამიანი ვარ. მე თელი ჩემი ცხოვრებით მოგხსენიეთ კიდე შეფლოცებში. თელი ჩემი ცხოვრება გაწნული სილა განაწნავ ადამიანებთან ასე რო ავკრიფო. ეს სილა იმას ვაკეთებ თელი ცხოვრება. ხო, მაგრამ სილას ახლა ქალს არასდროს არ გავაწნის სილას, ოღონ მართლა. რაღაც ხშირად ლაპარაკობს. კაც ვერ გავაწნი, მე მგონი არც არავის არ გავაწნი. არა, ხო, ასე კი დავჩვეთ ისევე ჰუმანურ. სილას ხუმრობით გავაწნენი ჩემს ძმაკაცებს, კი, ბევრს. ეს კი ყოლია, ყველას, აი ცნობილი ვიდეო რო არის ოსეთზე. აჰა. სიამოვნებით გავაწანი კიდეც და გავაწნიდი, მაშინ ჩემ მეგობრ, აი ვინც რაღაცა საშინელებს მიკეთებენ ჩემი მეგობრები ბავშვებიდან, იმიტომ რომ არ პატიებენ იმას, რომ ენით უგებ ყოველთვის და ისინი ფიზიკურად მესხმიან, მე ენით რაღაცას ვაკეთებ, აი ისევა რა, გული ვერ მოკლა მტრის გულმა, აი ეს რჩებიან. და აი ნერვებზე შლება და ფაქტობრივად მინდა სილა გავაწნო. აი და წარმოიდგინე, რომ საკაცობრიო სილა გაგაწნან, რა დაგემართებოდა სახეზე? საკაცობრიო სილას ახლა სიამოვნებით გავიწნიდი. არა მგონია კაცობრიობას ამისთვის ეცალოს. მაგრამ რა არის ის აქვე სილას გავაწნიდი კიდიც როგორ ადამიანს. იცი აი გამახსენდა როგორ ადამიანს. ოღონდ ახლა ბიზნესი არ მახსენდება. აი მონას გავაწნიდი სილას, იმიტომ რომ მონობა მართალია ის არა ქვია გადავარ. მონეთხოვებას თუ მონას? არა, მონას გავაწნიდი, იმიტომ რომ ისა, იმიტომ რომ შეძახილით? არა, იმიტომ რომ მე საუბრობ იმ მონებზე არა, ვინც და აღარ არიანი ასეთი ომები, ხო არა, მაგას არ გულისხმობ, ვინც მონობას აუჯანყდება და ვინც პარდაგები დაეცემა რომში მისვლამდე მაგას არ გულისხმობ. ხო არა, მე გულისხმობ აი ისა რა ქვია, ადამიანს რომელსაც ყველაფერი აქვს და შეუძლია იყოს პიროვნება, კონდეს ღირსებები და რაღაცის გამო იქცევა მონურად. კარგი, გაწნა რო არის. ხო და ხანახან უყურებ ვიღაცის მონა რო არის, ოღონდ მონაა. და ოღონდ იმის სიტყვებს გაკეთებს უთავ მოყვაროთ, ხო? მინდა მე სილა გავაწნა, გაიგე, რა ხა და უთხარო, ხანდახან ჩემ თავსაც მინდა გავაწნა სილა, როცა უთავ მოყვაროთ ვიქცევი, ას ყველა ვიქცევით, რომ ჩაიხედე სარკეში და აი რეაქციის ესე რო იქცევი შენი დედა ავატირე და მინდა რომ სახეში გავაწნა საგურა. მოგიხსნათ ხელი ორდოს, მე თუ სახე გაბზარეთ. რა რიცი ისა რა ქები. კარგი, სხვა თემებზე უფრო გავცნობილად ხო, კაი რა, ძალიან აგრესიული გავხდი. აი მე როგორ აიკრიბა, მე მგონი ჩაი კარგად წავიდა. შეიძლება ჩაი დავიმატო. ახლა უკვე თქვენი ხელით დავიმატეთ. ახლა დედრის ხო იგემეთ, ახლა მამრის მაგემეთ. დედრის იგემე მამრის მაგემეთ ტელეში ვართ. რა, ჩვენ ხო პორტრეტს ხატავთ ჩარჩოს გარეშე. არაფერი დასამალი არ აქვს. პორტრეტს ხატავთ და? ჩაი, დათო, ჩაი. პორტრეტს ხატავთ და არ წერთ. კარგი, ეხლა მიუახლოვდეთ ამ თემას და აი როდენის მოაზროვნე, როგორ პოზაშია? როდენის მოაზროვნე? როგორ პოზაშია გამიკეთე? მინახავს თვითონაც. მას რაღაცა. მინახავს მე თვითონ როდენის მოაზროვნე, ისა და სხვათა შორის ისა ვაშინგტონშიც მინახავს, მისი როდენის ნამდვილი მენამუშევარი და მოაზროვნე კიდე იმ დაგვარი, პატარა და დიდი დადგმული კიდე იტალიაშიც მინახავს, მე ისა ბევრგან მინახავს როდენი. ოკეი. ესე ასე. ხო. ფეხი ზევით, ხელი ზევით. ხო და როდენმა როდენის მოსწავლემა რო უთხრეს როდენს გიждები როდენზე ვამშე და სხვა შორის ისიც რომ როდენის მოსწავლე იყო ისა იაკობ ნიკოლაძე
ისა რა ქვია მოქანდაკე იყო როდენის მოსავლე ჩვენ მყავს ქართველი მყავდა ქართველი მოქანდაკე აი ჩვენ ქალაქში რო ძეგლი დგას მარცკიცის იზეგლი როზის ადამიანი თამარ ქუჩაზე როზის ჩაკუჩით კაცი ის ნიკოლაძეა სწორედ მოქანდაკე და ისა რა ქვია როდენის მოსავლე იყო და როდენის როცა კითხეს მოსავლეებმა როგორ უნდა გამოვაქანდაკოთო გამოქანდაკეთ ისე როგორც არის ოღონდ უფრო ხმამაღლა ეს იყო მისი პასუხი გიждები ამ გამოთქმაზე როგორ შევქნათ ქანდაკება შექმენი ზუსტად ისე როგორც არის ოღონდ უფრო ხმამაღლა უკვე მე-17 შტრიხზე გადავედით ეს სუფთა ფურცელი თვალდახელშუა შეიკაზმა შენი შტრიხებით და მე-17 კითხვა ასე გამოიყურება აი დათო მე ძალიან მიყვარს ჩემი გადაცემა სახელწოდებით პორტრეტი ჩარჩოს გარეშე მაგრამ ცხოვრებაში რა შეიძლება ჩარჩოს გარეშე ვიცი ალბათ ღირსება სინდისი უჩარჩოთ ეს არ მოგწონს. ხოდი ვნახოთ შემდეგი შეკითხვა მე-18 რა გვაქვს მომზადებული და ეს არის კინემატოგრაფიული კითხვა. როგორც თქვენ დიდ მსახიობს გეკითხებით, ვინ არის რეჟისორი ფილმებისა ესაუბრე მას, ყველაფერი დედაჩემის შესახებ და ვნებათა ლაბირინთი. ერთი რეჟისორი ყავს ზუსტად ვიცი. ალმადოვარი. ეს არის ალმადოვარი, ფიქრობს დავითი. და თუ მე-19 შტრიხი გვაქვს, რა აგახსნებთ? მიყვარს ეს კითხვა. თენს გიყვართ ვიცი. მიყვართ ეს კითხვა. აღარ გიყვართ? სად უკაკონებ? არა, ისე გავიხუმრე კაცო. რაღაც რო ჩვენი აღზნება. ამის თქვა მინდოდა უბრალოდ. რა აღმახსნებს, რა ვიცი, აღმახსნებს ის არა. თავი დაანებეთ ზუსტად ვიცი მწყობში მაგ და ხო, ნუ ისა, მოდი მე სულ ამცხვენი ამ სიტყვების აღმახსნებს კარგი სექსი, კარგი სპექტაკლი და კარგი ადამიანები. ეს კარგი ადამიანების აღზნება ფული დამავიწყდა, ფული. ფული ნულაპარაკეთ ფულზე. აღზნებული ხართ თავიდან ბოლომდე. კარგი, შემდეგი შეკითხვა გვაქვს ასეთი. ჩვეულებრივად. მუთაკა. არა, მუთაკა არა. დავწვე, რასაც სახელდობ დავწვე ფულთან. ანუ შეიძლება მასთან სექსი გქონდე? ჩვეულებრივად მაქვს კიდეც. პოზა გითხარით ისე, მაინც როგორ ეტანები, ძირითადად გითხარით ჩემი ეთიკა მაქვს სექსში, ახლა პოზებს ვერ გეტყვით. არა, ფულთან როცა სექსი გაქვს, მაშინ ეთიკა უნდა დაგავიწყდეს აბსოლუტურად. ხა 21 შეკითხვის დროა, დათო ოცნება რომელიც არ აგიხდა. ხო, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ჯერ არ ამიხდა ის არა. ჯერჯერობით. ხო, ჯერჯერობით ალბათ, ხო, კი ბატონო, ჯერჯერობით, აბა რა მოხდება, გაისხათ ჩვენ არ ვთვლით დროს. ვერამ კოსტავას აქ ესეთი კარგი ლექსი, გმადლობთ უფალო რომ გამაჩინე აუხდენელი ოცნების კაცად. აუხდენელ ოცნებებში არაფერი არ ტრაგედია, მთავარია გქონდეს ოცნებები, ეს ყველაზე მთავარი. ადამიანებს მთავარია გქონდეს ოცნებები, ახდება თუ არა, რასაკითხავია, ხო? ბედნიერებას რა გიღა, ელი, რასათქმელია მოვა თუ არა, არ ვიცი ვიღაცა ერთი კაი მწერლის ლექსია ჩვენი ქართველის კარგი პოეტის. ესე არა ოცნებაც. თუკი ოცნებები გაქვს, ის აუცილებლად ახდება, ან არ ახდება და იმის მოლოდინში იქნება სულ, ხო? კარგი. ჩაითვალა შენი შეკითხვა და 22 არის. აი, შენი ახსნა გამართება ხელები დამიბანია, არის ასეთი ფრაზა. კი. რა. იმას უკავშირდება, ეს აქვე ძალიან ძველია, წელთაღრიცხვამდე არის ეს სიტყვები, ეს უკავშირდება პონტოელის მეფისა პილატეს უკავშირდება, როცა მან თქვა რომ ქრისტეზე მე რა შუაში ვარო და როცა უკვე შეკვეთა მიცა ქრისტეს დაჭერით, ხალხს მოუბრუნდა და მე ეს არ მიქნია. რა შემთხვევაში ამბობენ ხოლმე მოკლედ დამიბანია, ხო, ეს პილატეს სიტყვებია, ხო, და აქედან მოდის მე ხელებს დამიბანია. ანუ მე უკვე ისა, მე არ ვაგებ ალიბი რა. კარგი, მიღებულია, თქვენი შტრიხი დახატულია, ჩემო კარგო. ეხა 23-ზე ვარ და უნდა წარმოგადგენოთ რომ კაცად არ ახართ დაბადებული და უცებ ქალი ხართ. როგორი ქალი იქნებოდით? გაქვს წარმოდგენილი სურვილი? ძალიან ბევრი კაცი მეყოლებოდა, მაგრამ არც ჩემ თავს არ ვაღირსებდი. აი ყოფნა რას ნიშნავს? არ მე მეყოლებოდა შეყვარებულება, რომ ყველას ავაშაყირებდი. ღირსება რას ნიშნავს? არ ყველას ავაშაყირებდი. ღირსება არ ვიცი, ახლა ხალი არ ყოფილა არასდროს რა ღირსება გავიცი. ესე იქნებოდი ღირსი, მაგრამ უღირსთა ტყიალი. არა, ბევრი მეყოლებოდა, მაგრამ არ ჩემ თავს არ ვაღირსებდი, ახლა რას ნიშნავს, ახლა არ მივცემდი, ხო თუ რა გინდა, რა გითხრა. არა, გასაგებია, მაგრამ ეს ქალწულად სიკვდილი რა გინდოდა? არა, კაცო, ვიღაცები მეყოლებოდნენ, მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრზე გავიდოდი. ხო, ძალიან ბევრზე გავიდოდი რა. კარგი. მე გიждები, ხალი რომელიც აგადაებს ერთ 25 კაცს ერთდროულად ირგვლივ, აი გიждები. თუნდაც ვიყო 25-ში, გიждები, უბრალოდ აი მაგარი ქალები არიან. ესე იგი ამ აღადებულ პუბლიკაში ხშირად მოგიაზრებია შენი. ხო, აი და მაგარი ქალები მომწონს, უფრო მეტად მომწონს მე ეს მაგარი ქალები. კარგი, 24 შტრიხზე ვარ გადასული. შენ როგორ ფიქრობ, რა ქვია მამლების ორთაბრძოლას? A. ყაბახი, B. როდეო თუ გალეირა?
3 ვერსიიდან ერთი შემირჩიე. ალბათ როდეო. ეს არ როდეო, თქვის დავითი. კარგი. მოდი ახლა 25-ე შრიხზე ვარ გითხარი სწორია თუ ახლა ამაზე ვერავინ ვერ მიხვდება ბიჭუნა ზოგადაცება. გაიგენაც გეხუბრეთ. ვერ გეტყვით. უნდა დარჩეთ ასეთ უკმარისობის შეგრძნება, უნდა ტანჯავდეთ ძილის პირგულს ამდეც. მე გადაშალე Google-ი. კარგი, ახლა მე მინდა ასეთი შეკითხვა. 25-ე შრიხად მოდი გავცვალოთ ფუნქციები. ადგილები არა იჯექი, მან და შემეკითხე რამე. რა გაინტერესებს? მე რომ მოკლედ დამაბი. რა შეიძლება შეგეკითხო? ხო, რა კითხვა გიჩნდება? ახლა ამ წუთში. როცა კარგ ხასიათზე ხარ, რა ფერის ხარ? გარედან? თუ შიგნიდან? არის ორი ფერი არსებობს, არის გარედან და შიგნიდან. ხო, აი გარედან რო შევხედე ხა და თქვა რომ აი დაუშვათ თეა იყო ლურჯი, ან თეა იყო მოლისფერი. ანუ როგორი ხარ, როცა ბედნიერი ხარ? სხვათა შორის ხშირად ცისფრობას მაბრალებენ. ცისფერი არის ჯოლური ფერი. არა, ხო, ცისფრობას მაბრალებენ. გოიმური მიდგომა არა მაგ ამ ფერთან ნამდვილად. არც მე არა, ცისფერს, პოეტურ ფერს მაბრალებენ. ხშირად მიყვარს ცისფერი მანძილის არა, რა გიყვარს არა, როცა ბედნიერი ხარ რა ფერი ხარ? ალბათ ვარდისფერი, ჩემო კარგო. ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია და ვარდისფერი არის ჩემი საყვარელი ატმის ყვავილის ფერადოვნება. როცა ლამაზი ვარ, როცა მიხარია გარედან აუცილებლად ღვივი ვარდისფრად ლოყებთან ერთად. შემდეგ დავამთავრეთ. ხო, რა თქმა უნდა. კარგი, შემდეგი შეკითხვა უკვე გადმოვედი საბრძოლებურად თქვენზე. როგორ ფიქრობ, ფრენის დროს რა რიცხვს ხატავს ფუტკარი? რვიანს ალბათ. ეს არის რვიანები. მიღებულია. და თუ რას შეცვლილი შეგზგარი? ფიჭური ეს ხო არის, ისა ფიჭური რაღაცა რვიანებს გავს, ხო? რა მნიშვნელობა? პასუხი უკვე მოცემულია. შენ ფიქრობ, რომ ზულთან ერთ, ჰა? ხო, არაფერი. ფერასტარაშუაში ხო არ ვიცი. ალბათ რვიანს რა ვიცი. აწი დაუკვირდები მინდორად მობზუილე ფუტკრებს? ხო, გავეკიდები. კარგად ეს არები. არ გაეკიდო, ისე დაჯექი და უყურე. ფეხი არ მოგწეს. კარგი, 21-ე შრიხზე ვართ, მალე მივდივართ ფინალისკენ და აი მაინტერესებს რა შეცვლილი შენს გარეგნობაში. ეხლა რომ მოგწეს პლასტიკური ლანცეტი. რას იცამ? რას აიჭრიდი რას დაიმატებდი? არა, არაფერს არ ავიჭრიდი და არაფერს არ დავიმატებდი მით უმეტეს. რა უნდა დავიმატო? ფული დათო. არა, გარეგნოზე არაფერი ისა წონას კიდე დავაგდებდი. დავაგდებ კიდეც და სხვა მე ყველაფერი მომწონს აბსოლუტურად ჩემ თავში. კარგით. ხო იცი აი ერთი კაცის ყველაფერი აქვს, ერთი ქალის როიცი ქალის ყველა ერთი კაცის ყველაფერი მაქვს. შთაგონება იყოდეს მე. ხო, უბრალოდ უნდა დავიკლო. კარგი რო ხარ, ვიმე შთაგონება მოგცა? ოდესმე, შეძახილით, ბრიკები, დედა, სულ ამბობდა, თელი ცხოვრება და ამბობს დღემდე, რომ კლასში ყველაზე ლამაზი ხარო მეუნებოდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომ აი ყველაზე შენ თაობაში მეზობლებში ყველაზე ლამაზი ხარ, როგორ ამას ეგ არ მეუნებოდა, შეძახო, მართლა ასე ეგონა. სულ ასე ეგონა, რომ აი ხა შეუყურებ შეძმაკაცებსაც, უყურებ შენ მეგობრებსაც, უყურებ შენ თანამშრომლებსაც, მაინც ყველაზე ლამაზი ხარ, ხა შენ გინდა. დედას ეგონა თუ მართლა ლამაზი. არა, დედა მართალია, უბრალოდ ხა მე არ უნდა მჯეროდეს ეს. არ დაგიჯერებია და ესა. აბსოლუტურად მართალია ეგ არის. ჯერაო, მე ვარ ყველაზე ლამაზი. ხო, მაგრამ მე კი არ დედის გამო კი არ დავიჯერე, კაცო, მაგრამ მე ისა რა არიცი, მე მყავდა ძალიან ლამაზი მეგობრები. და მყავს ბიჭები, რომლებიც წლების მერე რაღაცა დაუშნობდნენ კი არა და აღარ არიან ლამაზები, კრასავეცები იყვნენ, ეხეოდან, ახევარ ქუთაისი და აღარ არიან ისეთები. ხო და მე შეუხედავი ვიყავი ყველა ასაკში. ახლა უფრო კაი ტიპი ვარ, ასე მგონია. მე მგონი გავაფრინე. მე მგონი არა, კაი ტყუაზე ხარ, აი წლები შენზე მუშაობს, აშკარად. მგონია რომ მე უკეთესი ვხდები და ისინი უფრო ცუდები, ანუ ისინი უფრო ბევრს კარგავენ, სილამაზე მე აფს არ კარგავ. ეს დრო არის შენი იმიჯ მეიკერი. პირდაპირ მუშაობს, რომ უფრო და უფრო სასურველი გახდე. ჩაგეთვალა. რა დრო მიდის უკეთესი ხდები ზუსტად. 22-ე შეკითხვა ხა ოპერის სფეროდან, რუსინის რომელიმე ოპერა, ერთი მითხარი და თავისუფალი ხარ. რუსინის, აუ მოიცა, ისა რა ქვია, ნემორინო დონიცეტისა. აუ რაღა როსინი რა, ნებისმიერი მითხარი რა. აბა შეცვალე და შენ თვითონ უპასუხებ. კაი, ვერდის ყველას გეტყვი. არა, ვერდი არ. ვერდისა ტრავიატა აიდა. ხო, ისა რა ქვია, ნებისე ტრუბადური, მოცარტის მითხარი ბატონო ბოხება. აღარაფერს აღარ გეუბნები, შემდეგ შეკითხვაზე გადავდივართ. 29 შეკითხვა. აი, რამდენი ნაბიჯი დაგჭა? აუ, მოიცა როსინი, სეველელი და დალაკი. არის ეს ხო? მივიღოთ ხო? გადალობაში როსინი სევერიელი დალაკი. კი, როსინი. სევერიაში დაკალი? დალაკი. ფიგაროს ქორწინება ვისია, როსინის ხო არ არის? არა. აღარ გინდა თქვენ ოპერაში ხომ არ მუშაობთ? არა, ფიგაროს ქორწინება მოცარტი. ოპერაში ხომ არ მუშაობდით? ხომ არ გინდათ მუშაობ? ოპერაში მუშაობდი, კი. კარგი, 29 შეკითხვაზე გადავდივართ. აი, რამდენი ნაბიჯი დაგჭა სრულყოფილებამდე თუ განსაზღვრავ რომ 10
ბალიანი შკალა გაქვს. 10 ბალიანი შკალი და სრულყოფილებამდე სრულყოფილო გაქვთ მე დამთავრდები. Რაღაცა ის შეიძლება არ დამთავრდე. არა, სრულყოფილებამდე დამთავრდეთ სრულყოფილებამდე. 6 ნაბიჯი დამჭა, 4 მაქვს გადადგმული. ესეც ხო შეიძლება დამთავრდეთ სრულყოფილებამდე. 4-იანი ხარ, ხო? 6 კიდე გაქვს. სანამ 6 არ გადავდგեմ, შანსი არ არის რომ დამთავრდე. თვლი რომ 6 შენს ხელთაა. კი, უნდა გადავდგა 6-ვე. კარგი, მე მინდა მოგილოცვა 30000 შეკითხვის რო დადგა, დამთავრდა თქვენი ესეთი ეგვარი, ხო, შუშანიკობა. მე ვიყავი შენი ვარსქცენი. ხომ არ გატკირეთ დათო? არა, დამიბუშტეთ თვალი იგი. კარგი. ხარ იყო აქ ესეთი შეკითხები რომ 100 მოვხედრო და ასრობიდან მითხარი, რა არის 30000. და 30000 შეკითხვა. მოდი გზავნილი გაუგზავნე კაცობრიობას. რას დააწერდი ცაზე? ცაზე რას დავაწერდი? ერთი მესიჯი პლანეტარიას. აუცილებლად ძალიან ტრივიალური ვიქნები, ტრაფარეტული, მაგრამ ყველა ვარიანტში მშვიდობას. მშვიდობა შესაძლებელია, ესულაც არ არის ცინიკური გამონათქვამი და მშვიდობა არის ყველაზე მაგარი რაღაცა. აჰა, მშვიდობა. ხო, და მე ამ გადაცემას მიუძღვნი ყველა მშვიდობის მშენებელს. ძალიან მაგარია მშვიდობა. მოდი საერთაშორისო ენებზეც მიაწერე. მშვიდობას გავიგებთ მარტო ჩვენ. შეგიძლია საერთაშორისო ენებზე? რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად, რომელიმე მირუ მირ. მირუ. Peace to peace. კარგი, ჩვენ მშვიდობიანი შტრიხების გავლება მოგვიწია, ძალიან კარგად. თავისუფლებასაც ახლა დავფიქრდი. და თავისუფლება თუ არა ხა მშვიდობაც არ მინდა. და თავისუფლებას მოაქვს მშვიდობა. თავისუფლებას მივაწერე. ეს ბოლო რომელი ჩერდა? სვაბოდა, ლიბერტი, ყველა ენაზე ვიტყვი გეხვეწები. ისა რო თავისუფლებაც. მე მგონი იმიტომ უფრო შეცვალა რომ არა, თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არ იყოს მშვიდობა, მაგრამ იყოს თავისუფლება რო ღირებულია ჩემთვის. იმიტომ რომ თუ კი მშვიდობის სანაცვლოდ ჩვენ დავთვალოთ თავისუფლებას, რა მშვიდობას არ ვიმსახურებთ. ასე მშვიდობა რომ მოვიპოვოთ, უნდა ვიყოთ თავისუფლები. თქვენ ცოტა აფორიზმებს რო აცხობთ, იცით რომ ეს ფრაზა იქნება. თქვენ ცოტა მარგალიტი რომ მოაგროვეთ და დიდ მძივს გავაკეთებ ამით, ეს ჩვენი გადაცემის კუთვნილება იქნება. პირობას გაძლევთ საავტორო უფლებებზე აუცილებლად ავიმაღლებთ ხმას. ჩვენ ამასობაში თურქეთს მაყურებლებო შევძელით, მე მგონი და დავხატეთ ფსიქოინტელექტუალურ შეკითხვებზე დაყრდნობილი 30 კითხვა ბლიც შეკითხვების ფონზე პირველი ბლოკი აქ დამთავრდა. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, უკვე არაორდინალურ კითხვათა სამყაროში. დავით რიგლიკაძე ისაუბრებს იმაზე, რის თქმაც აქამდე თქვენთვის ვერ მოახერხა. როგორც დააკვირდით, უკვე არაორდინალურ შეკითხვებზე გადავედით. დავით რიგლიკაძემ დახატა თავისი პორტრეტის შტრიხები, მხოლოდ უფერულები. ჩვენ ახლა გვინდა ფერები, ჩვენ ახლა გვინდა ბგერები, ჩვენ ახლა გვინდა ყველაფერი ის, რა საბოლოო ჯამში სრულქმნის გაქთის მის პორტრეტს. რასაკვირველია, უჩარჩოოთ. ჩონჩხი იყო პირველი ის. კი, გრაფიკა იყო. ახლა ხაზია, შენი ემოცია, შენი ჰუმორი, ყველაფერი ისგანაც შედგება. ეს კომპონენტები ამომილაგე. კარგი, იყო და არა იყო რა? გავაგრძელო? არა, მე და მე გააგრძელე. მოკლედ დამწვარი ასანთის ღერი და გამოწურული ლიმონი დამეგობდნენ. ასანთის ღერი და გამოწურული ლიმონი დამეგობდნენ. საწყლები. არ მიყვარს ეს არათია ეს ღარიბი ადამიანები საერთოდ და მithumedes უკვე დამთავრებული დამწვარ გამოწურულები. ხო, ალბათ მკვდარი საეკი და საფლავამდე მიმათრიევა, ასე დავასრულებდი. ასე რაღაცა განვითარება მიეცი კულმინაცია და მე საფლავამდეც მიათრიე. ხო, არაფერი უნდა ძალიან ესა მე პირდაპირ არ მესვი ეს დეპრესიული კითხვა რატო დამისვი. ხო, იმიტომ რომ ამდენი ხსიცილის მერე ცოტა დამწვარი ასანთი დაიწვა სიყვარულში. ლიმონი გამოწურეს სექსში, ხო და აღარ დაჭირდა არავის და გადააგდნენ, ხო, всё ეგაა რა, ჩემი ვერსია. პატარა დიალოგი მინდა, რამდენიმე სიტყვით და აქ მორჩეთ. რა უთხრეს უსარგებლო ნივთებმა ერთმანეთს? რა უთხრეს და ისა რა ქვია, ისე ვიყავი შეყვარებული, დავიწვიო, ალბათ ასანთის ღერმა უთხრა და ლიმონმა ისეთი ის ვიყავიო, ნებიანიო, სანამ არ გამომწურა და არ დამამტავრა, არ მომეშვაო და მე გადაყარეს ორივე ურნაში. აჰა. ოღონ მე როგორც მოწესრიგებული ადამიანი ერთად არ გადავყრიდი მაინც ამათ, იმიტომ რომ კომპოსტირებას მოვახდენდი ნარჩენების, იმიტომ რომ საკუთრო ნარჩენები სხვაგან, ესენი სხვაგან. და რომელსაც მოხდებოდა სექსის შემდეგ სხვაგან მივდივართ და სექსო დამწვარები სხვაგან, ხო? კარგად ზესარე. კარგი, მოდი მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ, მეორე ფერი დავდოთ.
მეორე შეკითხვა აუცილებლად ითხოვს პასუხის გადაცემას და შენ ახლა მოგიწევს დაასრულო კონფუცის სიტყვები. მე რასაკვირველია საბოლოო ვერსიას შემოგთავაზებ, სინამდვილეში რას ფიქრობდა კონფუცი, მაგრამ დათო რას ფიქრობს ამის შესახებაც გავიგოთ რა. ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს. ყველაზე კეთილი, ყველაზე ადვილი და ყველაზე ძნელი. შენ როგორ ფიქრობ, რა არის ადამიანის გონებისკენ მიმავალი სამი გზა? პირველი, ყველაზე კეთილი. ყველაზე კეთილი რასაც აკეთებს? დიახ, აზროვნებისკენ, ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს. ყველაზე კეთილი რა არის და სამივე ჩამოთვალე და ვერ მივხვდი რა სიტყვა ანუ ყველაზე კეთილი რა შეიძლება იყოს ადამიანის გონებას, ხო? ყველაზე კეთილი ადამიანის გონება ის არის, რომ რა ვიცი, თესოს სიკეთე ირგვლივ, ხო? დაეხმაროს ადამიანს. გაასაგებია, შენი ვერსია მიღებულია. ყველაზე ადვილი რა არის გონებისთვის? ყველაზე ადვილი გონებისთვის არის წიგნის კითხვა ალბათ. იკითხოს წიგნი და ყველაზე ადვილი ის. გასაგებია, შენი ვერსია. იოლია, სულაც არა მტკივნეული წიგნის კითხვა, ამის თქვა მინდოდა. ჩვენ არ გვინდა ვატკინოთ ახლა, უბრალოდ მე მაინტერესებს ყველაზე მარტივი რა არის გონებისთვის, იოლად მოსაპარი. ალბათ ისა ფიქრი. კარგი ფიქრი. ოცნება თუნდა. ზომჩენ ასე ფიქრობ, ძალიან კარგი. ყველაზე ძნელი რა არის გონებისთვის? ყველაზე ძნელი არის გონებისთვის ისა, რა ქვია, გონებისთვის არის შრომა ალბათ ყველაზე ძნელი. კარგი. გონებრივ შრომას რო ვეძახით. აჰა, გასაგებია. და მე ხა უცებ მიცემ ამას პატივს, ბოლომდე გავაკეთილშობილებ ფრაზას და მე გეტყვი, კონფუცი როგორ ფიქრობდა. და შეადარეთ მე თქვენი ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ნათესაობა თუ აგონებრივი, ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს, ყველაზე კეთილი აზროვნება, ყველაზე ადვილი მიბაძო და ყველაზე ძნელი ეს გამოცდილება. აჰა. ეხა კონფუცის და ჩემი სიტყვები ერთმანეთს არ დაემთხვა, მჯეროდა, იმიტომ კი არა კონფუცის არ მჯერა, უბრალოდ ის კონფუცი იყო. შენი ფილოსოფია გაქვს აშკარად, ხო? კარგი, მოდი შემდეგი შეკითხვის ფონად კიდევ წამოვიდეს ფერები. და სტატისტიკური მონაცემები მინდა ღიმილის მომგვრელი რასაკვირველია და ოდნავ ისეთი არასერიოზული და შენგანაც ასე ვთქვათ შესაბამისად ველოდებით. თურმე ჩემო დათო რომანტიული ფილმები ქალებს უფუჭებს მამაკაცებთან ურთიერთობას, რადგან მიაჩნიათ, რომ რეალობაშიც ასევე უნდა ხდებოდეს. როგორ ფიქრობ, თუ გავყვებით ამ ლოგიკურ ჯაჭვს, როგორი ფილმები გაუფუჭებს მამაკაცებს ქალებთან ურთიერთობას? თუ რომანტიული, ხო, ალბათ ისა ეროტიული ფილმები. პორნოგრაფიული ფილმები გაუფუჭებთ ხასიათს ნამდვილად კაცებს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასეთები არ არიან ქალები. კაცები არიან ესეთები? არა, მაგრამ ნუ ეხა ისა რა ქვია, ხო, ქალები ხო იქ რაღაც ასწავლებს აკეთებენ იმ ფილმში. ხო და მე ნამდვილად ასე არ აკეთებენ მე ქალები. ხო და მე რაღაცა გიგიფუჭდება. თუ გიფიქრია იმის შესახებ, რომ ქალების ყურებ ანუ რომანტიული და პორნოგრაფიული ფილმებისა კაცებზედაც წარმოდგენებს ამსხვრევს. არის ესეთი ვარიანტი? ხო, მაგრამ შენ ხო მეუნები კაცები რო უყურებენ რა სიზამთრო, ქალები გავიგეთ, უკვე მოცემულობა მაქვს ქალებზე, იმიტომ არ ვთქვი, რომ კაცებსაც ქალებსაც დაეკარგება წარმოდგენა ჩვენ სექსი კი ბატონო, კაცების. ხო მე ამას კი არ ვიზახი, რომ კაცები ვართ ეს არა. შენეული გამოცდილებიდან შეგიძლია რა? დაზგები და ქალები არა. არა, გასაგებია. სხვა რა იმეს ვამბობ. მე მესმის, მაგრამ შენ თვითონ როცა კაცი უყურებს ეროტიკულ ფილმს და ამასაკში ყველა ყოფილ ვართ. ზოგმა გაიხანგძლია ეს ასაკი. გამძაფრე. ხო, ესა. ხო, თავისთავად მე ცხოვრებაში ესე არ ხდება სექსი სინამდვილეში. ხო, და მას ეძახიან, მე ამას სექსის, იმან არის ის სექსი და სინამდვილეში არ არის. და ეხა ყველა პორნოვარსკვლავი ხوار იქნება, ანუ შესაბამისად. შენ მქონია რაღაცა მიახლოებითი ურთიერთობა, ასეთი მსგავსი, რომელმაც ეკრანი გაგახსენა? ეს მიღებული ნერწყვის ყლაპო გადაგექცა რეალობად? რა არის, იცი, ნერწყვი ძამნიშნულოვანი იყო ამ დროს, ეხა რაც მე გავიფიქრე, მაგრამ ხო, ალბათ მქონია. და უმეტეს შემთხვევაში მაინც იმედგაცრუებით ტოვებ, ხო, საძინებელს? ხო, რა ვიცი, ისა რა ქვია. გითხარით, სექსში მაქვს ჩემი ეთიკა, რასაც ამყვები მე როგორი ვარ. ხო, ნუ მქონია, ასეც მქონია, ისეც მქონია რა. ნუ შენ ახლა თუნთანა გაგშერად სექსი, მაშინ ბანკში უნდა დააწვე. სექსი მექნება კიდევ იმედია და ცოტა გამხეილჯოს არა მაქვს აქტიური სექსუალური ცხოვრება, იმიტომ რომ მეუღლე არ ამყავს და არც მეგობარი ქალი და ჩემთვის სექსი დაახლოებით ისაა, ხო იცი
როგორც ჭამ ისე მაქვს ექსერსაც ავეწე. იმიტომ რომ არა მაქვს მოწესრიგებული არაფერი. როგორ ჭამ დღეში 3 ჯერ სულ მინიმუმ გექნება. კარგით რა, დამცინი. მე მგონი დათო 6 საათის მერე არ ჭამ საყოველთაო ცნობილი ფაქტია და მე მგონი აქამდეც არის. ხო რა. ასე არის შენი საქმე, მოკლედ რა. კარგით, მე მაქვს სურვილი შეგეკითხოთ ამას წინ ჟურნალისტმა ქალმა შიტიკანანდამ შეადგინა 8 პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზი თუ რატომ არ ღირს შეიყვანო ჟურნალისტი. შეგიძლია რამდენიმე პუნქტში ჩაატიო, რატომ არ ღირს შეიყვარო ჟურნალისტი? ის პუნქტებრივად დახარისხებულია. მე მგონია რომ სიყვარულს პროფესია არა აქვს, იმიტომ რომ ასაკი არა აქვს, სქესი არა. პრაქტიკა და პრაგმატული. ხო, აი შეიძლება ის გამოც არ უყვარდეს ჟურნალისტი, იმიტომ რომ არასოდეს არ ცალია, ყოველთვის ჩაცმული ძინავს და ძალიან მნიშვნელოვანია. დაითვალე, ერთი არცალია. არცალია, ჩაცმული ძინავს, იგულისხმება რომ ისა შეიძლება შუაღამეს გაიქცეს სახლიდან. არის სულ მივლინებებში და სულ წასულია და ეს არავის არ აწყობს და არის კიდე ისა ქვია სარისკოა ეს პროფესია და კიდე რატო არა ხო კიდე რა ვიცი ჟურნალისტები არ არიან კარგი ადამიანები ასე გონია. ვიტო ხარ უცოლის გარეშე დღემდე შემორჩენილი. ჟურნალისტი არა და მე ვფიქრობ ჟურნალისტები ძალიან კარგი ადამიანები არიან. კაი 5 ხო. თქვენ მხოლოდ პროფესიამ დაგხიათ უკან პირად ცხოვრება მოგეწესრიგებინათ თუ არის კიდევ სხვა ფაქტორი? არა, ჩემი პროფესიამ არა, პირიქით. არა. პირიქით არაფერი. პირადი ცხოვრება პირიქით მოგეწესრიგებინათ. არ დამხია, იცი, გაჩერებული ვარ. შეჩერებული მაქვს უბრალოდ. მე აფრო უკან დავიხიე, მე სადაც ვარ იქ ვარ, გავჩერე. სტაგნაცია და ასე რა ქვია, წინ გასწრება ერთ-ერთი არ არის ამ შემთხვევაში. თქვენ გაჩერებული ხართ. გაჩერებული ვარ, კი. მაგრამ არ აბრძანებთ ამას თქვენს პროფესიულ ვალდებულებებს, ხო? გასაგებია. სინამდვილეში ეს ისეთი ამბავია ჩემოზე რუფასო, რომ ჟურნალისტი თქვენზე იშოვის აუცილებლად ფულს, ასე მიაჩნიათ იაპონიაში. დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანი რამ ყოფილა. მას ვერაფრით ვერ მოატყუებო. ის დაიმახსოვრებს შენ სიტყვებს და არის ისაც გამოიყენებსო. ჟურნალისტი ყოველთვის შეასწორებს თქვენ შეცდომებს და დაგცინით ერთვენიერ დღეს. ეს პრეტენზიული რესტორნების არჩევას თან ყვარებიათ და მას ყოველთვის ჭირდება დრო საკუთარი თავისათვის. რაც ამ შემთხვევაში 5 პუნქტში მაინც დაედარეთ შენ და ეს მშვენიერი ქალბატონი. ძირფასო მაყურებლებო, დადგა დრო უკვე ჩვენმა მთავარმა მოქმედმა გმირმა თავის პორტრეტს, რომელიც შექმნა ჩარჩოს გარეშე, ახალი ფერების შესწინოს. ამ შემთხვევაში ეს არის კრეატიული მიქსი, შემოქმედებითი კუთხე დავით რიკიკაძესა, რომელიც ბარმენობაში აისახება. ძალიან დიდი იმედი მაქვს მის მიერ შექმნილ შედევრს კოქტეილის სახით მეც დამაგემოვნებინებს. რა თქმა უნდა, თეა, დიახ, ჩვენ მე მომეცა საშუალება შემოსულიყავი პიაცას ბარში, ასე ვთქვათ, უფრო შიგნით და მომამზადო კოქტეილი, რომელსაც მე დავარქვი შიშვლები ჰამაკში. ახლა ესა რა ხდება? თავიდან ვიღებ, ეხლა თქმა უნდა, შენთვისაც ვამზადე და ჩემთვისაც. თავიდან შენ უნდა ვიყოთ ჰამაკში. კი, ჰამაკში უნდა ვიყოთ და ვისაც უნდა წვილები რა ყველასთვის. ყინულით უნდა ოკეანის ბრიზგი. კი ბატონო, ესე უნდა გავაჯერო ყინულით. ამ ყინულს დავარქვათ ისა, რა ქვია, სიყვარულის მორევი. ხო, არა, მე გალღვება და დავლევთ. აი ესაა ცივს რომ გავალღობთ. ამას ეს არის ისა, რა ქვია, ასე ვთქვათ. კი ბატონო, იყოს გინდა ზღვა და გინდა ოკეანე, რაც გინდა ის დაარქვი. ეს უფრო ჩრდილოკინულოვანი ოკეანეში. აისბერგები ჩავყარე. ორი შეყარებული თან წაიღეს ჰამაკი. აისბერგები ჩავყარე. ეხლა აუცილებლად უნდა ჩავასხა აი მალიბუ, ანუ რაც უხდება ჰამაკს აუცილებლად, რათა შემდეგ უკვე სულები გავაქანაოთ, ასე თქვა, იმიტომ რომ ამის გარეშე მარტო წყალი ვერაფერს ვერ გვიზამს. სავარაუდოდ ეს არის პალმების სუნთქვა. კი ბატონო, კი, ყველა ვარიანტში ესაა მალიბუ. ხო. ესე. არ მენანება. კარგად ვასხამ, იმიტომ რომ მინდა რომ მოგეწონოს ჩემი კოქტეილი. კარგი. ამის შემდეგ მე უნდა დავასხა, ეს არის ისა ფორთოხლის ლიქიორი, ასე ქვია, ეს არის ხილის ლიქიორი, რომელიც უნდა დავამატო აუცილებლად. და თვითონ კოქტეილში რა ქვია? ფორთოხლის ღიმილი? ფორთოხლის ღიმილი დავუმატოთ, კი ბატონო. ფორთოხლის ღიმილი დავამატე. პალმების სუნთქვა, ფორთოხლის ღიმილი. კი ბატონო. ეხლა მე მაქვს ისა ანანასისა და ფორთოხლის, წვენი ახლა იცი ეს წვენი. ეს უფრო ცოცხალი. რა თქმა უნდა. ფრეში. ეხლა კარგად შეგიძლია. ხო რა ვაგდო და დავიჭირო, ვერ დავიჭერ. თავში არ მოგხვდეს და თავარია რომ ისა შევანჯღრიო.
აი დანძრებას რო ვეძახით, შევანჯღრიოთ, ხო? უსაფრთხოების მიზნით შეგიძლიათ ადგილზე ხელში დაანძრიოთ. ხო? ეს ერთად უნდა გაუშვა ესენი. მე მგონი, ხო, არა კი. ფერი ისეთია მე რომ მიყვარს. პასტელური. კი, ცოტა ადგილი უნდა დავიტო და მე გეტყვი რისთვის. აუ რა მაგარი კოქტეილი გამოვა, ზუსტად ვიცი. ისა ეხლა ამას უნდა დაუმატო გრენადინი, ოღონდ ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ რაღაც პალმებსა და მე მგონი მე ვიცი რა არის ეს ჩემო ძვირფასო, ეს არის მათებული ბროწეულის წვენი. მათებული. ანუ მარიტას ეს არის სიკორფე. მარიტა ხო გავდა ბროწეულის ყვავილს. უი რა ნელა ჩამოდის. ეს მორთვა, უკვე ხდება მორთვა. იმედი არ ჩამომივარდება. გაკეთილშობილება, ხო? ხო? იმედი არ ჩამოვარდება. ეს შენი კოქტეილის პორტრეტი. კი ბატონო. ჭიქის გარეშე. კი ბატონო. რაღაც მე მგონი ბევრი ყინული ჩავდევი. არა არ ვნანობ. არაფერს არ ვნანობ. ნახე ახლა ერთი აქეთ, ერთი აქეთ. აი ესენიც და კიდევ დამატებით. აი ასე გამოიყურება. ორი რატო უნდა გავცვალოთ? ხან ერთი და ხან მეორე თუ რატო? ასე გამოიყურება ჩემი კოქტეილი. გადასარევე. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ მისი სახელი. ეს არის შიშვლები ჰამაკში. და როცა ამას შევუკვეთავთ, სადაც სულებს გააქანავებთ და არა სხეულებს. სუდერ სიშიშვლეზეა ლაპარაკი, ასე რომ 18+-ით არ არის ეს ისა, რა ქვია, ნებისმიერ შეუძლია შევუკვეთოს. გავსინჯოთ, ხო? ყინულებში მონარნარე სულები და სითბოში გადასახლებული ჩვენი სხეულები. ძალიან გემრიელია, ნახე რა. ირთმევენ ახლა აი ამ არაჩვეულებრივ კოქტეილს, რომელიც ძალიან გემრიელია. ზუსტად ვიცი გამაგიჟებს და წამოვიდა არომატი. შენ მათვალებმა გულს დარდი შემომფინაო ნედავ მაგაცამზე ცებლებად დამადინაო კარგი ხარ გოგო კარგი ხარ ნავრინავ როგორც ნიბლია რად შეგრთი ჩიტუნა რა ჩეკდი ვერ გამიგია ნეჰადი მარიოს ნებსარე მარეო ალბათ შენ ღავთვარე ხარ მასრათობ და მემალეო შენ ახარ ჩემი ოცნება ცაში გაშალებდებიო შენ გათენება ხარ აღამდებიო კარგი ხარ ნაფრინავ როგორც ნიბლია რად შეგრთი ჩიტუნა რა ჩეკდი ვერ გამიგია ჩვენი გადაცემა და ხატვის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ დავხატეთ, რამდენადაც შევძელით, ხელით შეუწყეთ ამ უნიჭიერეს ადამიანს, დაიხატა თავისი პორტრეტი მსხრევების ფონზე, მან ჩარჩოები, ისედაც ასე ვთქვათ, თავისი არსაყვარელი ფორმა, ზოგადად თავისუფლების შეზღუდვისა ჩვენს გადაცემაში კიდევ უფრო გაადიდა თავისუფალი სივრცე. მე მაინტერესებს ახლა ამ ყველაფრის ფონზე მთელი ერთსაათიანი თქვენი პერიპეტიების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ის პორტრეტი, რომელზეც ასე გულდასმით და რუდუნებით იშრომეთ. როგორი იყო ის? როგორი ფერებით წარმოდგა, რა კონტურებით? სად დაიმახეთ? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ვარ თავისუფალი ადამიანი და ეს შეეტყო ჩემს ინტერვიუებსაც, ჩემს ქმედებასაც, ქცევასაც, მანერასაც, იმიტომ რომ ზოგადად არასდროს არ ვიპრანჭები, როცა რაიმე მინდა, ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ამ გადაცემაში რისი თქმაც მინდოდა და ყველაფერი ვთქვი. რისი თქმაც არ მინდოდა, ისიც შემეტყო, რო არ მინდოდა და ცოტა შემცხვა, ასე რომ მაინც თავისუფალი ვიყავ. რაღაც არ იყო ისეთი, რომელიც წამოგცდა, ანუ მაინც ჩარჩოს გარეშე სივრცეში მართლა წამომცდა, როგორც მინდოდა წამომცდენოდა. ეს არის გადაცემა, როცა ყველაფერს თავამად ამბობ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩვენ ეს ცოტათი მაინც მოვახერხეთ და თავისი ორიგინალური მხარით წარვდექით თქვენს წინაშე. ჩვენ ისევ შევხვდებით, სასაკურველია,
ტრადიციულ ადგილზე კაფე პიაცაში ყოველ სამშაბათს ამ არაჩვეულებრივ გარემოში ისევ და ისევ შევძლებთ, რომ შექმნათ ცნობილი ადამიანის პორტრეტი თავისი უცნობი და საინტერესო მხარებით. კარგად გრძელდებოდეთ, ნახვამდის.